გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. როგორც დეპუტატები აცხადებენ, თანხის ერთი ნაწილი სხვადასხვა პროექტებიდან დარჩენილი ნაშთია, მეორე ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი დაფინანსება. მათივე განმარტებით, თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, თუმცა თანხა განაწილდება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზეც. ცვლილებები შევიდა ბიუჯეტში, ცვლილება კერძოდ ბიუჯეტი გაიზარდა 4 მილიონ 159,791 ლარით. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემოსულობები გაზრდილია 1 მილიონი ლარით, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 159,791 ლარით. აღნიშნული თანხა გადანაწილდა მუხლების მიხედვით, განსაკუთრებით თანხები გადანაწილებულია ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სასმელი წყლის რეაბილიტაციის, გზების მოვლა პატრონობის მუხლებში. არის ასევე გადანაწილებული თანხა სკოლების სარეაბილიტაციო ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული. დღეს რიგარში სლომაზეს ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, საკმაოდ დიდი თანხები გვაქვს შემოსულობები, რომელიც მიიმართა როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე კიდევ სხვადასხვა დანიშნულებებსაც წარიმართა ეს თანხები.